შუადღემშვიდობის მივესალმები ჩვენს მაყურებელს საგამოფენო კომპანია Expo Batumის ორგანიზებით ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო EVIT 2025-ის ღონისძიება გაიმართება, სადაც 90-მდე კომპანია არის წარმოდგენილი. ახლა კი მე მინდა გავესაუბრო მაგდა პაქსაძეს, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება ყველაფერს. შუადღემშვიდობის გილოცავთ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში მაინტერესებს დღევანდელი ღონისძიების შესახებ. დღეს უკვე რიგით მე-16 ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში ვიზიტორებს ძალიან მრავალფეროვანი და მრავალისმომცველ ღონისძიებას ვპირდებით. წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, რესტორნები, ტურსააგენტოები და ვფიქრობთ, რომ 3 დღის განმავლობაში საშუალება ექნება თითოეულ დამთვალიერებას გაეცნოს პროდუქციას, სერვისებს და ასევე ძალიან გემრიელი კერძების დეგუსტაციაც გვექნება და ვფიქრობ, რომ საინტერესოა ეს ყველასთვის. აქ არის წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები და რომელი ქვეყნებიდან არიან? წელს მონაწილეობას ერთადად მეზობელი ქვეყნებიდან იღებენ მონაწილეობას და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეზობელი ქვეყნის რეგიონები არის წარმოდგენილი და მათაც აქვთ ასევე თავიანთი პროდუქცია, სერვისი და კვებითი ნაწილი წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შემდგომში ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და აღსანიშნავი ფაქტია. იცვლება თუ არა წლიდან წლამდე მონაწილეთა რაოდენობა? მონაწილეთა რაოდენობა იზრდება წლიდან წლამდე. გასულ წელს მაგალითად 70 კომპანია იყო და წელს უკვე 90 კომპანიაზე ვართ ასული. რა ძალიან სასიხარულო ფაქტია ჩვენთვის, ინტერესი მაღალია. კომპანიებიც განსაკუთრებით ემზადებიან, განსხვავებულ ფორმატში ცდილობენ, რომ წარმოადგინონ თავიანთი კუთხე, ორგანიზაცია თუ კომპანია და ეს ჩვენთვისაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი სტიმულია, რომ ვიყოთ უფრო კარგები და შევთავაზოთ უფრო კარგი ღონისძიება. რა მოლოდინები გაქვთ? ჩვენი გამოფენის შემდეგ ხშირად ხდება, რომ ფორმდება სხვადასხვა მემორანდუმები, ასევე იწყება ახალი პროექტები და ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებაც იქნება იმის საწინდარი, რომ სამომავლოდ აქ წარმოდგენილმა კომპანიებმა ერთობლივად გააგრძელონ თანამშრომლობა და მოაწერონ სხვადასხვა პროექტს ხელი. საინტერესოა, როგორი არის ვიზიტორთა ჩართულობა? ვიზიტორები როგორც ხედავთ ძალიან ხალხმრავლობაა და ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი ჩვენთვის. წელს ხალხმრავლობა აღინიშნება და ესეც რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ეს ღონისძიება ბათუმისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორც ვიცი, მცირე სიურპრიზებიც ელოდებათ აქ მოსულ ვიზიტორებს. კი ბატონო, დახურვის დღეს თითოეულ ვიზიტორს ელოდება ძალიან კარგი სიურპრიზები ჩვენი მონაწილე კომპანიებისგან, იქნება გათამაშებები და ველოდებით ჩაერთონ აუცილებლად ყველა. კიდევ ერთხელ დავაანონსოთ 8, 9 და 9, 10, 11 მაისი სასტუმრო შერატონი დათვალიერება უფასოა, ველოდებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ. ეხლა კი თქვენთან ერთად მე მინდა დავათვალიერო აქაურობა. აქ არის ახალციხი და შუახევის მუნიციპალიტეტიდან და უამრავი დახლი არის, ფიზიკურად ვერ შევძლებ დაგათვალიერებინოთ, თუმცა აი ხედავთ რა სილამაზეა, ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან და გამარჯობა. რა გაქვთ წარმოდგენილი დღევანდელ ღონისძიებაზე? გამარჯობა, ხულოს რაიონს წარმოვადგენ ზევინარი რემაძე, აჭარული ტრადიციული ნაქარგობები. და პირველად იღებთ თუ არა მონაწილეობას? 2017 წლიდან ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას და გამოფენები ძალიან დიდ პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენ ნამუშევრებს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი გამოფენები? მცირე მეწარმეების პოპულარიზაციისთვის, ტრადიციული ნამუშევრების არდაკარქვისთვის და რა ვიცი, ყველაფერში ეხმარება ჩვენსთან ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა, იმ მაყურებელს შეუძლია დაათვალიეროს ულამაზესი ნივთები. ეხლა კი წავედით, აქეთ გადავინაცვლოთ. ჩვენ ვხედავთ ბაღდადის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. შუადღემშვიდობის წარმატებები და ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ პირველ რიგში. რა გაქვთ წარმოდგენილი? მე წარმოვადგენ ბაღდადის მუნიციპალიტეტს. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ წარმოდგენილი ჩვენი ნატურალური პროდუქციით და ჩვენი კუთხით და წარმოდგენილი მაქვს სულგუნი და სახში დამზადებული ის პროდუქტები, რომელიც არის 100% სუფთა და ნატურალური. ძალიან მიხარია კერძო სექტორთან ერთად, რომ მცირე მეწარმეები იღებენ ამ გამოფენაში მონაწილეობას. ძალიან ბევრი არის დაინტერესებული პირი, გავცვალეთ კონტაქტები და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს და ძალიან ბევრი ტურისტი გვესტუმრება საქართველოში და ზოგადად იმ კუთხეში, სადაც
ყველაზე მეტად არის დაინტერესება იმ პროდუქტებისა, რომლებიც ძალიან აქტუალურია დღესდღეობით. რამდენად მაღალია ვიზიტორთა დაინტერესება? ძალიან მაღალია ვიზიტორთა დაინტერესება და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გვიხარია ეს ფაქტი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. მოკლედ, ძალიან ბევრი დახლი არის აქ, გაისმა ქართული ხმაც. მოკლედ, შეგიძლიათ 9-10-11 მაისს ესტუმროთ, შერატონში მოგბრძანდეთ და გხვდებათ პატარა სიურპრიზებიც, მე კიდე ბედნიერ დღეს და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას.